ჩვენი თემა რაც არის ერთი უცვლელი ვიცით ალბათ რომ არის საბანკო პოლიტიკა და ზოგადად მევახშეობა რაც ამ ჩვენ მართლმადიდებელ ქვეყანაში ქრისტიანულ ქვეყანაში ბაფეხასავით მოიდო ქვეყანას. პირველ რიგში თხოვნა მაქვს ერთი ეს ვიდეო გააზიაროთ რაც შეიძლება მეტმა. იმიტომ რომ როგორც ვინც გვაკვირდებით იცით 12-ში ანუ ზეგ 12 მარტს 12 საათზე ჩვენ გავდივართ ვიკრიბებით ეროვნულ ბრჭყალებში ოღონდ ბანკთან და გვაქვს სერიოზული მოთხოვნები რომელსაც იმ დღეს გავაჟღერებთ რომელიც იქნება გამოსავალი და საშველი გამოსახლებულისთვისაც და გამოსასახლებელი ვინც არის და დასაკუთრებული ქონებები როგორ დავებრუნოთ ამ ქვეყანაში. ჩემთან სტუმრად არის დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია სახალხო ტრიბუნების ხელმძღვანელი, ბევრისთვის ნაცნობი დარწმუნებული ვარ შალომ აღრაძე. ჩვენ თავიდან ახლა მახსენდება ერთიან ბატონო შალვა პირველი 12 წლის უკან რეპორტიორი ასეთი ბრიფინგი გქონდა ზუსტად ამ საბანკო თემაზე და მაშინ ასეთი რამე ვთქვით რომ ეს არის სისტემური დანაშაული და ეს სისტემა დღესაც ზვინვარებს, ბობოქრობს და ხედავთ ჩვენ რომ ფული სამწუხაროდ იქცა ბოროტების იარაღად. იარაღად რომელმაც მოისყიდა რელიგია, მოისყიდა სახელმწიფოს ხელმძღვანელები, შეაღწია განათლებაში, შეაღწია სპორტში, შეაღწია ხელოვნებაში და ფაქტიურად ყველაფერი იყიდა ამ ბოროტში ჩავარდნილმა ფულმა. და ყველაზე დიდი უბედურება პანდემიების სახით, ომის სახით დღეს რაც ხდება, კი ვხედავ მთელ მსოფლიოში და კაცობრიობას ემუქრება ფაქტიურად განადგურებით, ეს აი ამ ფული ვის ხელშიც არის ჩავარდნილი ბოროტის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, აი ეს ამათი ნამოქმედარია დღეს. ამიტომ ჩვენ როგორც მართლმადიდებელი და ქრისტიანი ქვეყანა აუცილებლად ვალდებულიც ვართ, არა მარტო თქვა მამისა მოხალისეა და გამოდის, არა, ყველა ჩვენთაგანი ვალდებული ვართ ბოროტს წავართვათ ფული პირდაპირ გაგებით და მას მივცეთ თავისი დანიშნულება რაც იყო რომ კაცობრიობისთვის უნდა შემსუბუქებია ცხოვრების პირობები და ვიღაცას რო ხორბალი ქონდა, ვიღაცას მარილი, ვიღაცას თქვა გაცვლა გამოცვლის საშუალება რო ადრილი რო ყოფილიყო, ამიტომ იქნა ფული გამოგონებული და არა იმისთვის რომ კაცობრიობა დაეჩოქებია პირდაპირ გაგებით და მიემართა მერე კაცობრიობის შესამცირებლად და აბსოლუტურად ყველა ამორალურ, უწესო, როგორ თქვა, მტაცებლურ ყაჩაღური ფორმა მიიღო ადამიანების წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ ეროვნულ ბანკს წაუყენებთ ჩვენ პრეტენზიას და აუცილებლად მოუწევს კიდევ ერთხელ ვამბობ. ეროვნული ბანკის დირექტორთა საბჭოს და მმართველ ორგანოს ხალხის პირისპირ დაჯდომა და პასუხის გაცემა. მათმა პოლიტიკამ როგორ გამოიწვია ის, რომ სახელმწიფოების ნგრევა მიდის ფაქტიურად არა მარტო კერძო ოჯახების განადგურება, თქვათ, არა, პირდაპირ სახელმწიფოს ნგრევის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მექანიზმია ბოროტ ჩვენ ქვეყანაში ფული. რადგან ამ ფულმა სანამდე მიგვიყვანა ჩვენ ვხედავთ, რომ მასიურად გმინავს ფაქტიურად საქართველოს მოსახლეობა ამ ვალებში და თითქმის 70% სტრატეგიული ობიექტებიც კი გადასული არის ამ ბანკების ხელში და ფაქტიურად ჩვენი მთავრობა დღეს 30%-ს ვერ აკონტროლებს თავისი ქვეყნის. ვიცი ძალიან ბევრი მაგალითი ამის, მაგრამ ამით ჩამოთვლა ძალიან შორტს აგვიყვანს და თქვენ ძალიან კარგად იცით სახელმწიფო პროგრამებიც კი ვერ სრულდება, რომ ვერ მიდის ადრესატამდე რომ დაეხმაროს, იმიტომ რომ უკვე ბანკების საკუთრებაშია მასიურად ქონებები. და ამიტომ ამას ბოლო-ბოლო უნდა მოიღოს ბოლო და ხმა უნდა ამოვიღოს. და ჩვენი ქრისტიანული მართლმადიდებლური პირდაპირ მოვალეობაა, რადგან ხედავთ სასულიერო პირებიც მაპატიოს უფალმა და ღმერთმა დაიფაროს რომ არ ვყავდეს, თქვა, მაგრამ თითზე ჩამოსათვლელია პატიოსანი მამები და სასულიერო პირები და დანარჩენები მიეყიდნენ ამ სისტემას. და ვითომ რომ გონია რომ ამოიღებს ხმას არა კულისებში პირიქით მაგთან გარიგებებს დებენ და ხედავთ ამას რომ სამწუხაროდ ფულმა ყველაფერი იყიდა, მაგრამ დიდება უფალს დარჩნენ ადამიანები ქრისტეს ერთგულები და აუცილებლად ვამბობ კიდევ ერთხელ ამ სიტყვებს გავიმეორებ, ჩვენ ტბილებამდე შეიარაღებული უფლის რწმენით და გადარჩენის იმედით მივადგებით ყველაზე უდიდეს ბოროტებას დღეს, რაც ჩვენ ქვეყანას 30 წელზე მეტი არის უკვე აწევს თავს მსოფლიოს ახალი წესრიგის შემქმნელების მიერ შექმნილი აი ეს საბანკო სისტემა და აუცილებლად ერთი მარტო გასაშიფლებად არ მივდივართ, ჩვენ თავაზობთ მათ თუ როგორ უნდა ამოვიდეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან და თუ არ ენდომება ამას ხელისუფლება და მათ არ მოუჭერს მაწუხებს, მაშინ გადაყვება
მადლობა ისიც. და ვნახოთ დღეს რომ აი ხელისუფლებაც რო შეწუხებულია და სოფლიო მართველებზე დისტრეიტი და ომის პარტიები და ასე შემდეგ, აი ბატონო, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ორი გზივარ, რომელსაც არასდროს დონორი არ ყოლია და არავის არ დაუფინანსებივარ. ჩვენ ვართ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მოხალისეები ვიყავით, იმიტომ რომ უსამართლობამ არ გაგვაჩერა, უსამართლობამ არ მომცანება, რომ ყოფილიყავით ჩუმად და არ რაც დავინახე, ამაზე ხმა არ ამომეყო. აი ეს იყო ჩვენი მიზანი და არის ბატონო შალვა გისმენთ დიდი სიამოვნებით. მოგესალმებით დიდი სიმპათიით ყველა გრისეულ ქართველს, ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს, როგორც საქართველოში მოს ისე ის ფარგლებს გარეთ. უბრალოდ ახლა ფულზე რო თქვი, აი პლატონს აქვს ნათქვამი. ახლა ის ქრისტიანი და არ იყო, მაგრამ ეს უფლისგან გამოგზავნილი ხალხი იყო ასეთი. ფულ სიმდიდრე შეიძლება იზეიმოსო. მაგრამ ტირანიის სახით არ უნდა იბატონოსო და აქ ფული ტირანიის სახით ბატონობს. კარგით, გენიალ მე მიყვარს საერთოდ გენიოსების აზრების დაფიქსირება, გადა იმიტომ რომ ეს რაღაცა თავს ვიწოდება, ეს ხარტი და მოხდენილი უბრალოდ გენიალური აზრები თავისი არსით არის გენიალური. ყველა დროისა და ყველა ერისათვის მესწრაფლებად მისაღებია. გენიალურ სოკრატეს აქვს ნათქვამი, ერთადერთი რაც ზუსტად ვიციო, ვიცი რომ არაფერი არ ვიციო. ამით არამთავრებს სოკრატე აგზელებს, მაგრამ ზოგმა ესეც არ იცისო. მაგრამ ერთი რამ არის, რაშიც მე არ ვეთანხმები ახლა ამ ბატონობაში მოჩავმართვეთ, კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს. შეიძლება უპირველეს გენიოს სოკრატეს და მტკიცეთ ვაცხადებ. თუ უახლოეს მომავალში, დრო ბევრი აღარ დაუჭა. მთელი ქართველი ერის ჯანსაღი ნაწილი. ერთ მუშტად, ერთ სულ, ერთ ხორცს არ შეიკრიბა და თავგანწირული, უანგარო ბრძოლა არ გამოუცხადა. ბოროტებას შავდნენ ძალებს ჩვენ ქართველები როგორც ჩვენი სამშობლო საქართველოს სახელმწიფო წარმომქმნელი ერი უახლოეს მომავალში არსებობას შევწყვეტთ. ეს მე ზუსტად ვიცი. 24 საათი დავიღალე უკვე მესმის ლექციები, რაღაცა სემინარები, საუბრობენ 24 საათი საუბრობენ დემოგრაფიული კატასტროფა ვიღუპებით და ისეთი წარმოდგენა რჩება თითქოს ეს კი გადაცვალეთ ეს დემოგრაფიული კატასტროფა იყოს ან 9-თავიანი დევი ან 3-თავიანი ურჩხული ეს არის ჩვეულებრივი დაფიქსირებული ტრაგედია რომელსაც თავისი გამომწვევი მიზეზებია გადაცვალეთ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ამისი არის ის გააფთრებული საბელახშეო ტერორი რომელიც უკვე აწრეულებია ხორციელდება საქართველოს მოსახლეობის მიერ მიმართ რომლებაც 100,000 ადამიანი ქუჩაში გამოყარა ყოველგვარი სახსების გარეშე ნაწილი ფიზიკურად განადგურდა ნაწილმა კი დედასამშობლო დატოვა მაგრამ მე ცოტა ოდნავ ხედვა მაქვს აი კარგად გამიგეთ მარტო საბანკო საბელახშეო სისტემაზე არ არის მასვე შეიძლება ვისაუბროთ ჩვენ ჯირძველი ქართული მიწების ტოტალური გასხვიცება გადამთიარებზე უმძიმესი სოციალური ფონი და სულიერებასთან ბრძოლა. ეს ყველაფერი ისე არის ერთმანეთთან გადამული, გადაჯაჭვული, ისინი ერთმანეთისგან გამომდინარეობენ. ხო, არ შეიძლება ვისაუბროთ ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, თუ გულის რიტმის თუ სისხლის მიწოდება თუ შეფერხდა. ან პირიქით, გულის ნორმალურ ფუნქციონირებაზე თუ ტვინის ფუნქცია მოიშალა, ან რომელიმე მათგანის ფუნქციონირება თუ ორგანიზმმა სუნთქვა საერთოდ შეწყვიტა. უმძიმეს დღეში ვართ. მე ახლა პირდაპირ მე ლაპარაკი ბევრი მომისმენია, მაგრამ ჩვენ მეგობრები ვიყავით, წლები ერთად ვიბრძოდით, ქონდა ერთმანეთში რაღაცა მაგრამ მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მე მამისა ჯაფარაშვილისთან მებრძოლ პიროვნებას მე საქართველოში არ ვიცნობ. ეს მე ყოველ წუთას გამიმეორებია, მე გადანაკლებად საქართველოს ნაკლები თავგანწიროება, რამდენი ენერგია მე არ მქონდა კაცო ეს სასწავლი. ხო, არა რა მინდა რომ თქვა, პანაცი არ არსებობს. ამ მდგომარეობიდან გამოსახულები. ყველაზე მეტად მე ჩემზე იმოქმედა იმ სიტყვებმა, გავლენა მოახდინა, რომლითაც გენიალური რუსი კლასიკოსი ლევ ტოლსტოი თავის უტან knilებას მომსა და მშვიდობას იწყებს და ამთავრებს. ეს რა უბედურებაა. ეს გარეწარი ხალხი რა ადვილად ერთიანდებაო, რა გვეშველებაო, შეწუხებულია გენიოსი და გენიოსი გენიალურ გამოსავალს პოულობს.
მოდი ყველა პატიოსანი ხალხი გავერთიანდეთო. ეს რა ადვილია უხარია მას. მისივე სიტყვებია, ყველა აზრი, რომელსაც დიდი შედეგად მოყვება, ყოველთვის საოცრად მარტივია. ამიტომაც მოგიწოდოთ ყველა ჭეშმარიტ ქართლს. გავიხსენოთ ვიცი გორისავართ. ჩვენ დავით აღმაშენებლის გორისავართ. მისი სიტყვებია ვაშკაც რომ ძალიან გაუჭირდება, არავით არის გზა გადარჩენია გარდა ბრძოლისავა. გავიხსენოთ წმინდა ილია მართლის სიტყვები. ხალხის ერთობა სტიქიონია, ასტიქიონება გამარჯვებაა. მოდი რა გავერთიანდეთ წესიერი ხალხი. ავსტიქიონდეთ, ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ. უფალმა დალოცოთ სრულიად საქართველო. გაიხარე. ერთი რამ მინდა მელხშეებს მოგმართოთ. სისტემამ გააკეთა ისე და უმეტესობა ვიცი რომ ბანკის კლიენტები ხარ და იმათმა მოგცეს ფული გასაპროცენტებლად. მათ ფული არ უნდათ, მათ უნდათ ზუსტად ჩვენ თვითონ დავჭამოთ ერთმანეთი და აი ეს ხერხი მოიგონა მტერმა. დასაბომბად თვითონ არიან ძალები, რომელსაც საქართველო არ უნდა, იმიტომ რომ გადარჩენის კუნძულს ხედავენ საქართველოში და ამიტომ ეს ქვეყანა უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ უჩვენოთ უნდა და ამაში ზუსტად აი ეს არის ზუსტად მევარშეობა და საბანკო სისტემა ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ თვითონ გაგვიკეთა ისე, რომ დავჭამოთ ერთმანეთი, დაუპირისპირდეთ ერთმანეთს და დროა თქვენც იფიქროთ, რომ არ არის ეს გამოსავალი, არ არის ეს საშველი, არ არსებობს დედამიწაზე არც ერთი ბოროტება ისე არ ეკარგება და ვაჟა-ფშაველას სიტყვები მინდა დღეს მოვიგონო და ვთქვა, დედამიწა თუ განრისხდა და ჯანღი ამოანთხია, იმისი ტრამპის და ხომეინის თუ ყველაფერი მოგონილი იქნება. ნუ მივიყვანთ დედამიწას აქამდე ეს ცოცხალი ორგანიზმია და აბსოლუტურად მოსალოდნელია ბუნებრივი სტიქია ისეთი რომელიც მართლად ხვირილს დააწყებიებს ვაჟკაცებს. ამიტომ დაიხიეთ უკან და ამ ბორო თქვენ თვითონაც შემოგვიერთდით. ვამბობ ადამიანის სიხმარულმა დამაყენა ამ გზაზე. არასდროს ფულის შოვნა არ მქონია მიზნად. უფალი ხედავს, ახლა შეიძლება ის შენ მოვატყუო, თავი მოვიტყუო, შალვა მოვატყუო, ვიღაცეთ, მაგრამ მაღლა ხო ვერ მოვატყუება რა. ამიტომ ძალიან აკითხოთ, გაითავისეთ ეს ყველაფერი და ყველა პრობლემა დღეს რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციებს თუ თქვა პარტიას თუ ვინმეს აღებული აქვს, მესმის არაბიზაცია სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ის ჯერ არ ჩამოსახლებულა და ჩამოსახლებულს კი არა, ბინადარს აქაურს, რომელიც მთელი ცხოვრება საქართველოში ცხოვრობდა. აკოწიწებდა თავის კარბიდანოს, თავის სახლს იმას ყრიან ბუდიდან. ამაზე დიდი პრობლემა არ არსებობს. სიკვდილს ვღებულობ ჩვეულებრივად, გამოსახლებას ვერ ვღებულობ. არ არის ეს აბსოლუტურად შორს არის ქრისტიანობასთან. მინდა სასულიერო პირებს თუ დარჩა დიდება უფალს ვინც არ ეკურკურება ბანკირებს, გამოდით და ამ უბედურებას რო უყურებთ ამ ქვეყანაში, რომელ ქრისტეს ადიდებთ. ახლა 1700 წელი უნდა იზეიმოს თურმე საქართველოს ქრისტიანობის და გახვალთ ახლა აპრილში თურმე იმას რა ქვია აღდგომას იზეიმით. არაფერი საერთო არა აქ ამ ყველაფერს და გამოსახლებას ერთად ქრისტიანობასთან რამდენის მონახართ. მამონასი და ღმერთის ერთად ვერ იქნები, გამორიცხულია. ამიტომ აირჩიეთ ის გზა და ის მაინც ვიცოდეთ ვინ ხართ მამონას მხარეზე და ბოროტის მხარეზე და ვინ ამოიღებს ხმას. იმიტომ რომ ეს არის უდიდესი ტრაგედია ერის მამლობ ბავშვების გაყიდვა რო იყო იმაზე უარესი იმიტომ რომ ის კანონი დაჟჯადი იყო და აქ დაკანონებულია ქვეყანაში თავისი ერის უბედურება ასე რომ ჩემო ძვირფასო ხალხო მოგმართავთ ყველას არა ჩემ გვერდი დადგომას ან შალვასი პირიქით ვამბობ ჩვენ ადამიანის სიყვარულმა და უსამართლობამ გამოგვაგდო დიდება უფალს მე მინდა წმინდანებს შეწევნა ვთხოვო და ზუსტად იმიტომ გჭირს ეს ყველაფერი რომ აი საპატრიარქოს და ეკლესიის თავში რო არ არიან წმინდა მამები, დაცლილი რო არიან საღვთო მადლისგან და მარტო გამატერიალიზებული, როგორი შოვონ ფული იმაზე რო არიან, იმიტომ გჭირს ეს ყველაფერი აბსოლუტურად. აქ დამწყვდეული ყავს ქრისტე ჩვენ. დამწყვდ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. დიდება უფალს ეს ერთმანეთთან ყველაფერი კავშირშია და 12-ში 12 საათზე. დავუმატებ. დიახ, კი, აუცილებლად. ხშირად გამიგონია, რომ ჩვენ ვინაიდან რადგანაც უფლის რჩეულიერი ვარ და ღვთისმშობლის სიუხვედრით ქვეყანა, ჩვენ აუცილებლად ღმერთი კეთილი თვალით გამოვხედავს ღვთისმშობელი დაიგვერთხავს თავის მადლიან კალთას და გადავრჩებით. მე კარგად მინდა გამიგოთ, მე კრეხელობათაც კი მიმაჩნია იმის თვიში გავლება, რომ ჩვენ წარსულში ნამდვილად ვიყავით უფლის რჩეულიერის და ღვთისმშობლის სიუხვედრით ქვეყანა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამის დასამტკიცებლად არ არის ზემთახმობა საჭირო. ჩვენ წარსული ისტორიული რუკას დავხედოთ. ამ ერთ
ციდა ტერიტორიაზე ასეთი მცირერიცხოვანი ცისკრიდან დაცლილი ნაწილ-ნაწილად დაჩეხილმა ერმა რომ მუსულმანთა ოკეანეში იობის ტაჯვას რომ გაუძლო გოლგოთა რომ გამოიარა და დღემდე სახელმწიფოებრიობა და ქრისტეს ჯვრის ერთგულება მიიტანა ვაირო ახლა უხდიან პრობლემას ეს ნამდვილად უფლის დიდი წყალობაა მაგრამ კარგად გამიგეთ ჩვენ ეს წყალობა რომ მოგვეპოვებია ქართველებს ასობით ომიქვა გადახდილი და ასობით ათასში მილიონობით ქართველია დახუცული და ეხლა რითი ვიმსახურებ ჩვენ ამ უფლის დიდ წყალობას ეს არის შოთა გაურკვეველი როდესაც ასე დავეცით მორალურად ზნეობრივად დავზაბუდით სულიერი ძალებით დავიცალით და ჩვენი სამშობლო ბოროტი ძალების საჯიჯგნირო გავხადეთ ამიტომაც რა არის საჭირო აი უფალი როდესაც სოდომი და გომორის დაწვალა რომ ჩამოვიდა მაშინ აი იყო ადამიანი რომელსაც ენდობოდა ბოლო-ბოლო აბრამი ერთადერთი შვილი 100 წლის ასაკში ისე კი საფრთხეზე დააწვიდა ვიცი შემდეგ გამოცვალა და ქონდა შეეკითხა ნამდვილიაო დაემოწა და პირველი ვაჭრობა მოხდა ღმერთსა და ადამიანს შორის 50-იო ბოლო-ბოლო 10 კაცი ჩამოვიდა თუ 10 კაცი იქნება სოდომში პატიოსანი წესიერი მართალი კაციო არ დავწო განა ეს აბრამის გულისთვის გააკეთა მართლა უბრალოდ ღმერთმა ჩათვალა რომ 10 კაცი ასეთ სიბინძურის ჭაობში თუ წესიერი ის ამუართებდა ჭუმპედა ამიტომაც მე არა მაქვს იმის იმედი რომ დღეს ყველა გამოვა და ყველა გვერდში დამიდგება მაგრამ ღმერთმა თუ დაინახა რომ ჩვენ თავგანწირულები და რაც თავარია უანგარული ვიქნებით მაშინ ღმერთიც გვერდით დამიდგება აი ეს მინდოდა რომ უღრმესი მადლობა ბატონ შალვა მე მინდა შეგახსენოთ რომ ეროვნული ბანკი არის იუსტიციის სახლი რო ეძახიან სოკოებს აი მაგის გვერდით აქეთ ამხარე შესასვლელი ამიტომ მობრძანდით აი იუსტიციის სახლში სანაპიროზე რო არის იქ სუყელანი და 12-ში 12 საათზე თქვათ ქართველმა ერმა ჩვენი მართლმადიდებლური ვამბობ ქრისტიანული სიტყვა ეს არა მარტო ახალსაც გაიგებთ ხო ამ წუთში ჩვენ არ აუცილებლად ეს არ იქნება მარტო იმიტომ რომ ეს თემა ზუსტად ყველაფრის გამომწვევი რაც პრობლემება რჩევს ასე რომ დროებით ჩვენო ძვირფასო თანამემამულე ჩამოვედით ხევსურეთში